აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით დღეს ფერმერების საბანკო დაწესებულებებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საკრედიტო პოლიტიკის შესახებ ფერმერთა ინფორმირებას ისახავდა მიზნად. საბანკო სექტორის დაფინანსების მიმართულებების საკრედიტო პირობები, საშეღავათო პერიოდის შემოსავლების მოცულობა, სესხის უზრუნველყოფისა და აგროდაზღვევის პირობები. ყურადღება ამ საკითხებზე გამახვილდა. ფერმერების საბანკო სექტორისაგან შეღავათიანი სესხით ისარგებლებენ, რომლის დაფარვა თავად ფერმერის მიხედვით შერჩეულ ვადაში მოხდება. რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიებს, ისინი ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის დაზღვევას თავაზობენ. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩვენ შემოგთავაზა როგორც საბანკო სექტორთან, ასე სადაზღვევო სექტორთან თანამშრომლობა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გასდის ჩვენს წარმოებას. ამ სესხების უპირატესობები არის ის, რომ გადახდის გრაფიკები გვაქვს შეღავათიანი და ინდივიდუალური, რომელიც დამოკიდებული არის კლიენტის შემოსავლის ოდენობაზე და პერიოდულობაზე, ანუ რაღაც პირობებს შეუძლია რაღაც თანხები გადაიხადოს, ან არის პერიოდები, როცა საერთოდ არაფერ თანხებს არ იხდეს. მიზნობრიობები შეზღუდული არ აქვს. ვიმოდევნებთ, რომ იქნება ძალიან საინტერესო შემოთავაზები, იქნება ფერმერების მხრიდან დაინტერესება და შესაბამისი შედეგი იქნება აღნიშნულ შეხვედრას. მიზანი სამინისტროსი ფიქრობთ იქნება გარკვეულწილად მიღწეული.